ქვეყანაში სეზონური ვირუსების მატების ფაზა იწყება, რისკებს სასწავლო სეზონის დაწყებაც აჩენს. არ გამორიცხავენ, რომ სეზონური ვირუსული ინფექციების გავრცელება წელს სტანდარტულზე უფრო ადრე დაიწყოს, ამიტომ ისინი მოქალაქეებს განსაკუთრებით რისკ ჯგუფებს დროული ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ. მით უმეტეს, რომ ბოლო პერიოდში COVID-19-ის ომიკრონის შტამის გავრცელების მაჩვენებელი საკმაოდ მომატებულია. როგორც გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, ვაქცინაციისთვის მზადება უკვე დაწყებულია და მოსახლეობას ოქტომბრის თვიდან უკვე შეეძლება პროცესში ჩართვა. გიუნაშვილის თქმით, ქვეყანას უკვე შეძენილი აქვს 4 კომპონენტიანი 200,000 დოზა ვაქცინა, რომელიც საქართველოში მალე ჩამოვა. მოდის გრიპის სეზონი გვიახლოვდება, იწყება სეზონი 1 ოქტომბრიდან, ამისთვის ჩვენ წინასწარი მზადება გვაქვს ხოლმე სეზონისთვის, რომ გრიპის საწინააღმდეგო აცრები განვახორციელოთ. ამ ეტაპზე დაავადებათა კონტროლის ქვეყანამ შეიძინა 200,000 დოზა Sanofi Pasteris წარმოების ვაქცინა, ვაქსიგრიპი ტეტრა 4 კომპონენტიანი, ეს ძალიან კაი ვაქცინა და წლებია უკვე ეს ვაქცინა შემოდის ჩვენთან. ჩვენ ამ ეტაპზე ვართ მზადების ეტაპი გვაქვს, ვადგენთ რისკ ჯგუფებს, პრიორიტეტული ჯგუფების რაოდენობას და ამის მიხედვით მოხდება შემდეგ მოთხოვნა ჩვენს მიერ. ვაქცინაცია დაიწყება შეძენილია უკვე, მაგრამ ჯერ საქართველოში არ არის ჩამოთვლილი, როგორც კი ჩამოვა საქართველოში და მოგვაწოდებს წარმოებელი სამინისტროს ბრძანების საფუძველზე დაიწყება ვაქცინაცია. პრიორიტეტული რისკ ჯგუფები ისევ განისაზღვრა ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, ბრალდებულო იმუნიზაციას დაქვემდებარებული ჯგუფები, რომელთაც პროფესიიდან გამომდინარე ესაჭიროებათ ვაქცინაცია, ორსულები და ალბათ შესაძლებლობა იქნება ყოველ წელს ხდება ხოლმე ესე, რომ ნებისმიერი მოქალაქისთვისაც ხელმისაწვდომი არის ხოლმე ვაქცინაცია.